დავიძართ ბატალიონი, მივიდივართ მაღაზიაში. უნდა ვიყიდოთ მაღაზიაში საცხობში ციდაში. უნდა ვიყიდოთ, რა ვიცი, ვისაც რა უნდა გამომცხვარი, მე არ მინდა. შენ ჭირმე, მე მშივდება და ნერვი მეშლება. ამიტომ მე არ მინდა. ხო და ისა, ვისაც რა უნდა ვიყიდოთ მოკლედ. წინს რაღაცა გაფენილია რაღაც. ხო, ესე მე მოხდუბლურია დღეს. დიახ, სხვაზე არ ყოფილვართ. და როგორ არის ჩემი ზღვა? დღეს კვერცხი მინდა შევიწვა. პურიც არ მაქვს გემრიელი. მაგრამ რო ვიყიდე რა გამიხდეს რა ხეილი. აი მოგეთქვის ჩემბები. ხეს რაღაცა ხალხი ნაკლებად ჩანს. მივიდივართ მერისთან იმ სასწავლო კიტრებზე, მე რომ აი ეგ კიტრი შემიძლია სარიელი ჭამო, მარტო ეგ. ანუ აი კიტრი არ არის, რაღაცა ცალკე ის არის, სახეობა კიდე. Filmati, ძალიან მაინტერესებს ეს როგორია. რაც ჩვენნაირად, ანუ რაც უცხოა ცოტა და ჩვენთან ახლოს არ იყიდა, მაინტერესებს კომენტაცია. და აი ეს ზე, რომელიც აქციაში მეგონა, მაგრამ ეს არ ყოფილა აქციაში. და ეს ფილმაში ვიდეთ ეს ბაკლავა მოეწონათ. ხო. და მერე ეს კიდე ვიყიდეთ ციდაში. შევადაროთ, ხო. ციდაში ღირს ლაირე 60. მინომეს ძალიან აქ, იმიტომ რომ აჭარლების არისო და აქ აკეთებენო, ფენებსაც თვითონ აკეთებენო და სხვაგან კიდე ნახევარი ფენები ეკეთებაო. და ახლა ამას მაგალითად იმდენი ის არა, ახლა ის რო გამოსვლის. ეგ ითვლება კარგიო, ან იმას გასწის. არა ეს ესენი უნდა უფრო დინემიჭი. ხო. ეს არის პეჩენიები, ვაიმე გალვალამის. იტრი მერი არის ხო? აუა, ლიანთა დიდი თვალები აქვს და დავდიოდი ეს თვალები და ვაკვირდებოდი ხალებს და ბოლოს არც ერთი უარიყო დიდი თვალები თქვითხე თქვენ ახართ მერი მეტი და მერი ჯერ არ მოსწოლა. 3 ლობიანი და 2 ხაჭაპური, სახარი, იკა 3 დღე აწირის ხაის მინდაო რა ქვია. დაგინდა? საზამთრო და აგრეს საზამთრო. ეს რა ვიდა? ლარი. აკიდრი 4. ეს უმართლოვანი პური ვიყიდეთ იმაში ვილმარში. პური ვილმარში ესეც. სულ ყველაფერი ერთად. და კიტრი. ეს არის სწავლები. ეს ხუთაისიდან ჩამოვიტანე. სასწაულები ეს კიტრები. ეს კიტრები და 4 ვარი და 5 ვარი. ეს ჯამში გადავიხადეთ 53 ლარი. და არაფერი არ არის. არა, არაფერი. გარი ხა ლობიანს რო შეჭამე ეხლა მე აღარ მოგშივდება? კაცო პაკლავები, საზამთრო, ავისი, ძე, ევასკინე. ენზი არ არის, ეს ჭამა მაგასაც. მე ჩემი აქის დონეს პაკლავა მაქვს ჩეხური. მე მიყვარს ჩეხური. აბა ხალხო, გამარჯობა. აი, თავი. გამარჯობა. უნდა დაიძინო, ოკეი. აი, დონას ჩეხური პაკლავა, ეს არის ჩემი სიყვარული. ყველი რომელსაც ტყბილს ვაყოლებ. ევა ერთი წუთი გთხოვ, ვიდეოს ვიღებ. იქით წადი და იქით ილაპარაკეთ. მიდი, წადი. იქით. შევახვეწე, რომ 1 წუთი მაცადეთ მეთქი. 1 წუთი თქო. ძალიან მიყვარს. და კი, ხალხო, კალორიებს ვითვლი. და კი, ყველაფერს ჭამ. და კი, მარათონში ჩემი გოგოები იკლებენ და შიმშილის და ყველაფრის ჭამის ხარჯზე 5-6 კილოები დაიკრეს გოგოებმა, რომლებმაც მოინდომეს და რომლებმაც სადეს. წარმოგიდგენია რა არის?
6 კილოს დაკლება, მაშინ კი არა გაშიმშილებენ, მაშინ ყველაფერს ჭა. მოგეთ შემოტკბილებო, აი ამ ეს არის გუშინდელი დღის ნაწილი. გუშინდელი დღის რაღაც ნაწილი მაგ გადაღებული მარტო. პირველი ნაწილი. მე რა ვჭამეთ რაღაც არაფერი არ მაქვს გადაღებული. ეს რა ქვია, ვჭამე ერბოკვერცხი, იმ სასწაული კითხვებით, პურით, ვირმატის პურით და ძალიან კაი იყო. ხო და გუშინ ვიყავი ზღვაზე. ანუ როგორ რაღაცა იცი, ზღვაზე რომ მივდივართ. ტელეფონს ვტოვებ სახლში. ეს 2 დღეა. იმიტომ რომ რა ვიცი, არ მინდა რომ იქ ტელეფონზე დარდი და ჯაური მქონდეს რა, ხო ხვდებით ახლა. და შესაბამისად ტელეფონს ვტოვებ სახლში და ისე მივდივარ და გემრიელად ვანაობთ. აი ძალიან გემრიელად ვანაობთ, ნახეთ პროსტა როგორ დავისაგრე, ძალიან მაგას ვანაობთ, ძალიან გემრიელად ვანაობთ, იმიტომ რომ ტალღები აღარ არის, ზღვა არის მშვიდი, არის წყნარი და კიდე იმიტომ არ მიმაქვს ის ტელეფონი თან ხალხო, რომ ძალიან ბევრი ხალხია ხოლმე დღის მეორე ნახევარში, ანუ 6 საათიდან რომ გახვალ, მე მგონი უფრო ადრე, ანუ დღისითაც ვანაობს ხალხი და 6-დან რომ გახვალ, აი გადავსებულია რა. ეხლა მგონია უკვე რომ უკვე ესეთ იმას მივახციო, სახელზე აღარ მიხდება ეს შიშავი, მაგრამ რა ვქნა. მე ძალით არც ერთი წამით არ მიმიღია ზარგარი, უბრალოდ აი რაც თავისი დროს ძირებს კანი ეგა. გუშინ ვიყიდე კარფურში. ისა გუშინ ზეთი ზარგარის. ხო და მაგას ვისვამ ხოლმე. და ანუ იმდენი ხალხია რომ დასაჯდომიც არ არის. ვიდეოსაც ვერ გადაიღებ შესაბამისად, რა ვიცი. არ მიმაქვს ხოლმე თან ტელეფონი რა არა. ლია მეუბნება ხოლმე ისე წამოვა და ტელეფონს დაგიჭირო რა. არ მინდა ტელეფონის დაჭერა, არ მინდა რომ ადამიანის სიცხეში მზეში იჯდეს, ეგ ბულვარზე არ ჩამოვიდეს, არ იბანაოს და მარტო იმიტომ იჯდეს, რომ ისა, ახლა მიდის ფოტო მიდის. მოგი. აქედან დავინახე რომ მიდის. არ იბანაოს და უბრალოდ ესე იჯდეს მზეში, იმისთვის რომ ტელეფონი დამიჭიროს, რა ვიცი, ვერანაირ არის მაგისას მე ვერ ვხედავ და ამიტომ ეს 2 დღეა ტელეფონი სახლში მაქვს დატოვებული და ისევ გავდივარ ზღვაზე. ვიღაცამ უკვე დამიწერა პრეტენზია, რომ ზღვაზე არ დადიხართ. ნუ აი ეგ ეს კომენტარებზე ბრაზდები ხოლმე, აი ჩხებინება არ არის. თუ მინდა საერთოდ არც ერთხელ არ გავალ ზღვაზე, შენ რა გაწუხებს? აი ვინც მაგას წერს რა. ანუ აი შენ რა გაწუხებს, ხო? ანუ უარყოფით კონტექსტში დამიწერა, ის შენ რა გაწუხებს? შენი ფულით ვარ, შენსაც ვჭამ, შენსაც ვსვავ, რაღაცა ჩართულია და შენი ხდი თუ აი რა პრობლემაა, შემიძლია ჩამოვიდე და საწოლში გასავლით გავატარო მთელი ის და საერთოდ არ გავიდე ზღვაზე, ეს შენ რა. არ მესმის ხოლმე ეგეთი ადამიანს, მაგრამ მაშინვე უნდა ფეხი წამოგიდონ, მაშინვე უნდა რაღაცა გითხრან, განგსაჯონ, განგჭორონ, რა ვიცი, განგჭორონ. ნოგეთ 1000 რაღაცა რა. თუნდაც რამე ცუდი ათქმევინა, ის საზრდო სოგი. ხო, დილაობით ვერ დავდიოდით ხოლმე, იმიტომ რომ, ნუ ცუდი ამინდი იყო და მე რო ღელავს სხვა ვერ შევდივარ და არც მინდა რომ შევიდე. და საღამობით დავდიოდით, როცა საშუალებას გვაძლევდა, ისე ძალიან ბევრს დავდივართ ფეხით და ეხლა ვივლით, სულ კაი ამინდებია წესით ჩვენს აკ-ყოფნაში და მინდა რომ დილა-საღამოს ვიაროთ. დღეს ვიყავით და ესა გიძვის თავთ ახლა ამ ვლოგს თან წაგიყვანეთ. ზღვაზე ყავა მოვაჭუღეთ ერთად. ახლა იდება ეს ვლოგი. ყავა მოვაჭუღეთ ერთად, წავიდეთ ზღვაზე 8 საათზე
ვის ნახევარზე გამოგვიძა ევამ და 8-ზე უკვე წავედი, რაც ნახევარამდე იქ ვიყავი, ძალიან მაგრად გადავიღე, 1 საათიანი ვლოგია, ხალხი ცოტა იყო და აი ძალიან მაგარი ვლოგია და ეხლა იწვევსება ეგ. დღეს ნინომ დამირეკა გუშინდერის მე ვიდეო არ გიდევსო და რატო არ ჩამხარო და ეს ძალიან პატარა იყო და არ მქონდა გაკეთებული რა და მახსოვდა რომ დილის ვლოგი დავდე გუშინდერი და ეს კიდე ვიფიქრე პატარა ამეთქია და ხვალინდეს მივაბავ თქვენ რაღაცა და დღევანდელი მიხელა გამოვიდა რომ მისაბმელი აღარსად არის და ამას ცალკე დავდებ ისეც როგორიც არის. ხო და დღევანდელი დღიდან ჩაგერთეთ გუშინდელში. ხო და ნინომ რომ დამირეკა ის შევედი ნახე და გუშინდელი ვლოგი ვიპო რომ ამიწვით და პაბლიშ არ მიმიცია ანუ ვერ ნახავდით თქვენ რა. ხო და კიდე კაი ნინომ დამირეკა ხო ვინ იცის როდის ნახავდი. просто ვინიცის ხო ვინიცით კლარას ჰოჯდოგთან აქედან რა ნომერი მარშრუტკა მიდის თორნიკე და ანდრეს უნდა ვკითხო ინტურისტთან რა მიდის ჩვენიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ასევე კიდე იქა ბოტანიკურში